ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნ თქვენ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. ცხოვრება ზღვაში. რატომ უწოდებს შვეიცარიული ოჯახი ზღვას სახლს? ხელოვნება გაუცხოების წინააღმდეგ. Red Longos, როგორც აუთსაიდერის აღზევება იტალიაში. პორტუგალიელების დამარილებული გემრიელი და აღმაფრთოვანებელი საყვარელი თევზის ბაკალაოს ისტორია. ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ ევრომაქსზე. წარმოგიდგენიათ ცხოვრება წყალზე მუდმივი მისამართის გარეშე და ფართოდ გაშლილი ზღვებით. ეს შვეიცარიელი შვერერების ოჯახის ყოველდღიურობა. 6 შვილით გემზე მათ იალქნიანი ნავი მუდმივ სახლად აქციეს. გადავხედოთ, როგორია მათი ცხოვრება. ტრომსე, ნორვეგია. სწორედ იქ ჩაუშვა ღუზა ამ შვეიცარიულმა ოჯახმა 15 მეტრიანი იალქნიანი ნავიდან პაჩამამადან, რომელიც ინკების ენაზე სიტყვასიტყვით დედამიწას ნიშნავს. ახლა კი შემიძლია გაჩვენოთ, როგორ ვცხოვრობთ ყველანი ერთად ამ ნავზე. ეს ჩვენი მისაღები ოთახია. დიდი მაგიდა გვაქვს. სამზარეულოს მოპირდაპირე მხარეს. აი, ჩვენ ვამზადებთ. ეს შეიძლება საინტერესო იყოს, რადგან ეს ღუმელი მოძრაობს. თუ ძლიერი ქარი და ტალღებია, მაინც შეგვიძლია მომზადება, ასე რომ სპაგეტი ან წვნიანი არ გადაბრუნდება. აქ არის ერთი საბავშვო კოტეჯი. აქ კიდევ ერთი გვაქვს. ალეგრას და სალინას აქ სწინავთ. აქ შხაპს მივიღებთ. გავიხდით, მოვემზადებით და გადავივლებთ. დილის 8 საათი. საუზმის დროა. ყვება დახურულ გემბანზე. ამ 800-იანი ოჯახის ცხოვრების ყველა ასპექტი მხოლოდ 20 კვადრატულ მეტრზეა შესაძლებელი. გემი კონფიდენციალურობის მცირე შესაძლებლობებს გვთავაზობს. ბავშვები არასდროს წუწუნებდნენ საკუთარი ოთახის, საწოლის ან შესაძლოა ცოტა უფრო დიდი საწოლის არქონაზე. შესაძლოა იმიტომ, რომ ისინი უბრალოდ ასე იზრდებიან. ყველა ბავშვი მოგზაურობის დროს დაიბადა და ამჟამად 7-დან 20 წლამდე ასაკის არიან. გზებთან, მანქანებთან ან ფილმებთან ერთად ზრდის ნაცვლად ისინი ცხოველებთან და ბუნებასთან ერთად იზრდებიან. დარიომ და მისმა მეუღლემ საბინემ 1999 წელს დაიწყეს არატრადიციული ცხოვრება და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა. სერტიფიცირებულ მთასვლელს სურდა ყველა კონტინენტის უმაღლეს მწვერვალზე ასვლა, მხოლოდ საკუთარ და ბუნების ძალაზე დაყრდნობით. მისი მიზანი ადამიანის შთაგონება იყო პლანეტის დასაცავად. ამ ექსპედიციის დაფინანსება თავიდანვე ძალიან რთული იყო. დღეისათვის გარკვეულწილად გაგვიმართლა, რომ ყავს სპონსორი და ასევე ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ და შემოწირულობებს გვიგზავნიან. შვორერებს არ ჰქონდათ დაგეგმილი, რომ 25 წლის შემდეგაც ნავზე იცხოვრებდნენ შვილებთან ერთად. ოჯახის ყველა წევრს თავისი წვლილი შეაქვს. ალეგრა და ნოე იალქნების აწევით არიან დაკავებული. დღეს ისინი ახლომდებარე ფიორდებისკენ მიემართებიან. ანდრი ნავს მართავს, ის 19 წლისაა. 7 წლის ვიტალი ყველაზე უმცროსია. ოჯახმა აქამდე დაახლოებით 260,000 კილომეტრი გაიარა. ბავშვები სკოლაში მხოლოდ მაშინ დადიან, როდესაც მათ მშობლებს ნაპირზე სამუშაო აქვთ. ბორტზე ისინი სახლში სწავლობენ. ეს დაშვებულია შვეიცარიის ბევრ კანტონში. ნუ თუ ბავშვებს სკოლის მეგობრები არ ენატრებათ. დიახ, სკოლის მეგობრები მენატრებათ. ცუდია, როცა მუდმივად მიტოვება და დამშვიდობება გიწევს, მაგრამ მეორეს მხრივ შეგიძლია იმოგზაურო და არა მხოლოდ ერთი მეგობარი, არამედ ძალიან ბევრი მეგობარი გაიცნო. ზღვიდან პლასტმასის შეგროვება ასევე მათი ცხოვრების ნაწილია. აქამდე მათ ოკეანეებიდან სულ 85,000 კილოგრამი ნაგავი ამოიღეს. ჩვენ ვიღებთ მიკროპლასტმასის ნიმუშებს. მარჯვენა მხრიდან კი ვიღებთ DNM-ს, რომლითაც შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ რა სახეობებია წყალში. ასე რომ ყველაფერი
ბიომრავალფეროვნებაზეა დამოკიდებული. ისინი ნიმუშებს ინსტიტუტებში გზავნიან კვლევისთვის. შვერერები სკოლებს სტუმრობენ, რათა მოზარდებს და ბავშვებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ზომების მიღებისკენ მოუწოდონ. ისინი 100-ზე მეტ ქვეყანაში დაახლოებით 175,000 ბავშვს ესაუბრნენ. კითხვა ასეთია, რამდენ ხანს აპირებენ ისინი ნაოსნობის გაგრძელებას? ეს ჩემი გატაცებაა და ჩემთვის სრულიად ლოგიკურია, რომ ამ პლანეტის ბავშვებისთვის მომავალი თაობისთვის რაიმე გავაკეთო. ასე რომ ამ ეტაპზე სხვა იდეა არ მაქვს, რა შეიძლება უკეთესი გავაკეთო. კიდევ ერთ ადამიანს გაგაცნობთ, რომელსაც მისი არჩეული ცხოვრებისეული გზა ბევრისაგან განასხვავებს. შევხვდით ვიზუალურ არტისტს Red Longos. ის ეთიოპიიდანაა. ობლობისას იტალიელმა წყვილმა იშვილა. დღეს კი ხელოვნების სამყაროში პატივსაცემი ფიგურაა, თუმცა აქამდე მოსასვლელი გზა ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. ვინ ვარ მე? სადაა ჩემი ადგილი? კითხვები, რომლებსაც Red Longo არაერთხელ უსვამს საკუთარ თავს. ეთიოპიელ იტალიელი მხატვარი მილანში ცხოვრობს და მუშაობს. საკუთარი თავის პოვნა, საკუთარი ვინაობის, მისთვის ნამდვილი გამოწვევა იყო. გამარჯობა ხალხო, მე Red Longo ვარ. ბავშვობაში ეთიოპიიდან მიშვილეს და მას შემდგომ იტალიაში ვცხოვრობ. ეს რთული გზა იყო, მაგრამ ხელოვნებამ ძალა მომცა. ძალა გავუმკლავდა ყველაფერს, რაც ცხოვრებაში დამემართა. ახლა დანარჩენი თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ. სახელოსნოში რედი თავისი შემდეგი გამოფენისთვის ემზადება. ხელოვნება მისი ცხოვრების ისტორიას ასახავს. რედის ბავშვობა ეთიოპიაში ბედნიერი იყო, მაგრამ შემდგომ ყველაფერი შეიცვალა. ბავშვობაში აფრიკაში წითელი თიხისაგან, კენიისთვის დამახასიათებელი მიწისაგან ქანდაკებებს ვქმნიდი. ჩემი ბებია კენიელი იყო, ამიტომ თიხა ჩემი პირველი სამხატვრო საშუალება იყო. რედმა ორივე მშობელი ავტოკატასტროფაში დაკარგა. მისმა ბებიამ და ბაბუამ გადაწყვიტეს, რომ ის გაეშველებინათ. ის მილანში ჩამოვიდა სულ რაღაც 6 წლის ასაკში. რედი მას შემდგომ აქ ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ მისი აღმზრდელი მშობლები მოსიყვარულეები იყვნენ, ის მაინც უცხოდ დარჩა და ხშირად განიცდიდა რასიზმს. კარგი ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ თამაშებზე ყოველთვის ბევრ კრიტიკას და რასიზმს ვაწყდებოდი. არა მხოლოდ სხვა მოთამაშეების, არამედ მშობლების მხრიდანაც. ამიტომ გავჩერდი და ბიჭებთან ერთად საცხოვრებელ კორპუსში თამაში ვამჯობინე. და იქაც კი რასიზმთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა. მე საკუთარი თავისთვის გრაფიტი აღმოვაჩინე. მაგრამ იყვნენ სხვაებიც, რომლებმაც ვერ შეძლეს და თავი მოიკლეს. ეს არის ნაშვილები ბიჭის ისტორია. ის ასახავს ბიჭს, რომელიც იბრძვის. დღეს რედი მოთხოვნადი ვიზუალური არტისტია. მან დააარსა ჯგუფი მილანში. ის გამოხატავს თავის შემოქმედებითობას მოდისა და ფერწერის საშუალებით. მაშინაც კი, როდესაც დიზაინს ქმნის ისეთი მნიშვნელოვანი მოდის ბრენდებისთვის, როგორიცაა დიზელი, Gucci და Nike, რედი შთაგონებას იღებს გრაფიტიდან. და ის არა მხოლოდ ქმნის მოდას, ის ასევე წარმოადგენს მის დიზაინერებს. Instagram-ზე მხოლოდ ამ ვიდეოს 10 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. ეს ბრძოლაა. ხალხი მთავაზობს ნივთებს და როდესაც მათგან რაღაცას ვქმნი, ისინი ძალიან ფიზიკური ხდება. საქმე ეხება ყველაფრის გამოხატვის გზის პოვნას, რადგანაც გვაქვს გრძნობები და უნდა გამოვხატოთ ისინი. ამის გაკეთების სხვადასხვა გზა არსებობს და მე მაქვს შესაძლებლობა ეს ხელოვნების საშუალებით გავაკეთო. რედის ხელოვნება ღრმად არის გადაჯაჭვული იტალიის მოდის დედაქალაქთან, მილანთან. მილანი მიყვარს, რადგან ის ბევრ შესაძლებლობას მთავაზობს ჩემი სამუშაოსთვის. აქ ბევრ სხვადასხვა ადამიანს ხვდები. მილანი მძულს, რადგან ყველაფერი ასე სწრაფად ხდება. რედი საკუთარ თავს კულტურებს შორის ხიდის მშენებლად მიიჩნევს. მისი სახელი აფრიკის წითელ მიწას უკავშირდება. მე მქვია ფრანჩესკო რედიეტ ლონგო. წითელი ლონგო ჩემი მხატვრული სახელია. მაგრამ ლოგოდ წითელი ავირჩიე როგორც პერსონაჟი, რომელიც არც აფრიკელია და არც იტალიელი. ეს უბრალოდ მე ვარ.
just me. Okay, solo io. 4 ან 5 წლის წინ უგანდაში წავედი აფრიკელ ბავშვებთან ერთობლივი ხელოვნების პროექტისთვის. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გამოცდილება, რაც კი ოდესმე მქონია. და მეც შემეძლო მათნაირი ყოფილიყავი. ამის ნაცვლად ახლა აქ ვარ. ის მილანში სენტიმენტალურ მოგზაურობას იწყებს თავის მენეჯერ მატიასთან ერთად. ეს ჩემი სკოლა იყო. იქ ისევ შეგიძლიათ ნახოთ ჩემი იარლიყი. 3 თვით გამრიცხეს. კიბეებზე ის თავის ერთ-ერთ ნახატს აღმოაჩენს, რომელიც დიდი ხნის დავიწყებული ჰქონდა. ეს ჩემი ახალგაზრდობის დროინდელია, როდესაც აფრიკის შესახებ ბევრი ნათელი მოგონება მქონდა. ვეძებდი ჩემს აფრიკულ ნაწილს და მინდოდა მის ევროპულთან შერევა. იქ დიდი აფრიკული გავლენა იგრძნობა, განსაკუთრებით გარკვეულწილად ველური აფრიკული ფრინველების. სკოლის დამთავრების შემდგომ რედი ხელოვნების სკოლაში წავიდა. ბინაში ყოველთვის იყო ნიღბები, უფრო ბებია ბაბუის, ვიდრე მშობლების. ჩემი ბებია ეთიოპიასა და კენიას შორის ცხოვრობდა, მოიალეში, რომელიც ტომობრივი ქალაქი იყო. molto tribale. 2004 წელს ჩასვლის შემდეგ რედი ეთიოპიაში აღარასდროს დაბრუნებულა. ეს მალე შეიცვლება. მინდა ხელოვნებით გავაგრძელო ცხოვრება და ეთიოპიაში საკუთარი სახლი და ხელოვნების სკოლა ავაშენო. მაგრამ სადაც არ უნდა წაიყვანოს ცხოვრებამ, რეც ყოველთვის ექნება სახლი აქ მილანში, ქალაქში, სადაც მან სახელი გაითქვა. ბაუჰაუსის ვიზუალური ხელოვნებისა და არქიტექტურის სკოლა 100 წლის წინ ვაიმარში დაარსდა. პოლიტიკური ზეწოლის შედეგად ის 1925 წელს აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ დესაუში გადავიდა, სადაც დღემდე შემორჩენილია ბაუჰაუსის სტილის მრავალი შენობა. ევრომაქსის რეპორტერი ლუკას შტეგე ქალაქს იკვლევს, იმისთვის რომ გაარკვიოს რა იწვევს მის უნიკალურობას. ჩემს უკან ეს შეიძლება ჩვეულებრივ თანამედროვე შენობას გავდეს. არაფერი განსაკუთრებული. მაგრამ დესაუში მდებარე ამ ბაუჰაუსის შენობამ რევოლუცია დაიწყო, რომელმაც სამყარო შეცვალა. მაგრამ რა არის ბაუჰაუსი? ეს იყო ხელოვნების, დიზაინის და არქიტექტურის სკოლის სახელი, რომელიც იმ დროს რევოლუციური იყო. ამ სკოლამ დესაუში 300-ზე მეტი შენობა ააგო, რადგან ისინი ახალი ეპოქის დასაწყისს აღნიშნავდნენ და უდიდესი კულტურული მნიშვნელობისაა. ზოგიერთი მათგანი ახლა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. 1925 წელს არქიტექტორმა ვალტერ გროპიუსმა ბაუჰაუსის შენობა სკოლად დააპროექტა. მეტს ვერნერ მიოლერისგან ვიგებ, რომელიც 1991 წლიდან დესაუს ბაუჰაუსის ფონდის მკვლევარია. ეს ინდუსტრიული ეპოქის განსაკუთრებული პერიოდის ნიშანია და მას აქვს რაღაც განსაკუთრებული, რადგან ის კომპანიის შენობას ჰგავს, ქარხანას, მაგრამ საბოლოოდ ის სკოლა იყო. ასევე ბაუჰაუსის სახელის წარწერა დღეს ჩვენი საერთო ცხოვრების ნაწილია. იდეა იყო ხელოვნების და ხელოსნობის გაერთიანება. იცოდით, რომ ბაუჰაუსი ყოველდღიურ ნივთებს ხელოვნების ნიმუშებად წარმოადგენდა. ხედავთ, რომ გათბობა კედლის შუაშია განთავსებული და არა ქვემოთ. ეს ესთეტიკური ასპექტია, როგორც მარსელ დიუშანის ხელოვნების ნიმუში ან მსგავსი რამა. ინფრასტრუქტურა ასევე ჩანს, როგორც ჩვენი თანამედროვე ეპოქისა და თანამედროვე მოძრაობის ნაწილი. ამ გათბობის ელემენტში ასევე არის სილამაზე. დესაუში სკოლის შენობასთან ახლოს თქვენ ასევე ნახავთ ეგრეთ წოდებული ოსტატების სახლებს, რომლებიც ბაუჰაუსის სტილს წარმოადგენენ. რა არის დამახასიათებელი ოსტატების შენობებისთვის? ერთი მხრივ ეს განსაკუთრებული დასახელებაა ამ ფიჭვნარში, განსაკუთრებით პატარა ტყის ნაწილი. ასევე ოსტატები, ძველი ოსტატები ბაუჰაუსთან ახლოს არიან, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი ტერიტორია, როგორიც ამ მხატვრების კოლონია. იცოდით, რომ ცნობილი მხატვრები, როგორიცაა პოლ კლე და ვასილი კანდინსკი, სინამდვილეში ცხოვრობდნენ გვერდიგვერდ ამ სახლებში. ოსტატების სახლები, რომლებიც 1925-26 წლებში აშენდა, დღესაც შეგიძლიათ ნახოთ. ჩემთვის გამორჩეულია ის, თუ რამდენად ხშირად შემოდის დღის სინათლე. როგორ ყოფს სხვადასხვა ფერის საცხოვრებელ ადგილებს. ბაუჰაუსის დირექტორმა ვალტერ გროპიუსმა თავად დააპროექტა ეს სახლები. ერთი ცალკე სახლი მისთვის და ნახევრად იზოლირებული სახლები ბაუჰაუსის მასწავლებლებისთვის. მაგალითად, მხატვარი პოლ კლე აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
შეიძლება გაგიკვირდეთ თუ გაიგებთ, რომ Bauhaus-ის შენობებს ბეტონების სახლების გვერდით სასმელების დახლიც კი აქვს. ეს პატარა Bauhaus-ის ჯიხური სინამდვილეში პატარა სასწაულია. 1970-იან წლებში აღმოსავლეთ გერმანიაში ის დაანგრიეს, მაგრამ ახლა როგორც ხედავთ, ისევ აღდგა. აქ შეგიძლიათ წახემსება Bauhaus-ის ძეგლების დათვალიერებისას. დესაუში Bauhaus-ის შენობები უბრალოდ არქიტექტურული ისტორიის ხატებზე მეტია. ისინი ასევე წარმოადგენენ მოძრაობის ერთგულებას სოციალური ჩართულობის მიმართ. დესაუს დასაქმების ოფისიდან დაწყებული ხელმისაწვდომი საცხოვრებლის პროექტებით დამთავრებული. აივნიანი საცხოვრებელი კორპუსებით Bauhaus სურდა სხვადასხვა სოციალური კლასების დაკავშირება და როგორც საშუალო კლასის ქვედა ფენის, ასევე მუშათა კლასის ადამიანისთვის ღირსეული სახლის მიცემა. ეს იმ დროისთვის რევოლუციური იყო. Bauhaus-ი უბრალოდ არქიტექტურაზე მეტს წარმოადგენდა. მისი ნახვა შეგიძლიათ დესაუში, Bauhaus-ის მუზეუმში. გამოფენა Bauhaus-ის დიზაინის იდეებს ისტორიულ გარემოებებთან აკავშირებს და აჩვენებს მრავალ მაგალითს, თუ როგორ დაარღვიეს მათ კონვენციები. თქვენი აზრით რა დარჩა დღეს Bauhaus-ისგან? რა არის Bauhaus-ის მემკვიდრეობა? თუ 1919 წელს პირველ ნაბიჯს გადავხედავთ, გერმანია ტრავმულ სიტუაციაში იმყოფებოდა. მათ ომი წააგეს, მონარქია დაკარგეს. ისინი დემოკრატიულ სისტემაში იწყებენ, სრულად ახალ ცხოვრებას და Bauhaus-მა ახალი საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო, რათა ახალი ძალა შეეტანა სიტუაციაში და ასევე ეძებდა ინდუსტრიის, ასაკისა და ყოველდღიური ცხოვრების ახალ კომბინაციას. აქედან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. ბოლო რჩევა ჩემგან, თუ დესაუში Bauhaus-ის ძიებისას ხართ, ქალაქის განაპირას მდებარე Kornhausisკენ გაემართეთ. ესეც Bauhaus-ის შენობაა, რომელიც თვალწარმტაცად მდებარეობს მდინარე ელბაზე. სიმართლე გითხრათ, არქიტექტურის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ Bauhaus-ი შემიყვარდა. არანაირი დამატებითი დეკორაცია, მხოლოდ პრაქტიკული და თანამედროვე. ძალიან მომწონს. თქვენ რა სიტყვით? რას ფიქრობთ Bauhaus-ზე? არქიტექტურული ისტორიიდან კულინარიულ ტრადიციებამდე პორტუგალიურ ბაკალაოს რეცეპტის 1000-ზე მეტი ვარიაცია არსებობს. გვინდა გავიგოთ, რატომ არის ის ასეთი პოპულარული. ჩავუღრმავდეთ პორტუგალის ცნობილი თევზის კერძის ისტორიას. ბაკალაო პორტუგალიაში თითქმის ყველა მენიუში, ასევე ოჯახური შეკრებების მენიუში გვხვდება. უცნაურია, რომ ვირთევზა პორტუგალიის წყლებშიც კი არ გვხვდება. მაშინ როგორ გახდა ეს კერძი პრაქტიკულად პორტუგალიის ეროვნული კერძი? ამ კითხვაზე პასუხს ალგარვეს ოლჰაოში ვეძებთ. ქალაქში ორი დიდი სავაჭრო დარბაზია. ერთი ბოსტნეულისთვის, ხოლო მეორე ზღვის პროდუქტებისა და ხორცისთვის. გზის გადაღმა რესტორანი ცესტარია მდებარეობს. აქაც ბაკალაო მთავარი კერძია. ჩემთვის ბაკალაო ტრადიციაა. ოჯახს სუფრასთან აერთიანებს, შობას და აღდგომას მიირთმევენ. ასე რომ ის ჩემი ბავშვობის მოგონებების ნაწილი და დღემდე გავლენას ახდენს ჩემს, როგორც ზრდასრულის ცხოვრებასა და შეფ მზარეულის მუშაობაზე. კრისტიანო აჩვენებს, თუ როგორ ამზადებენ ხშირად ბაკალაოს დღესასწაულებზე. კერძს ჰქვია ქსერემ. უხეში სიმინდის ფქვილი, ხახვი, ნიორი და რომ არ დაგვავიწყდეს ბაკალაო. მაგრამ ამისთვის სუპერმარკეტში უნდა წახვიდეთ და არა ბაზრის დარბაზში. ნაწილობრივ მკაცრი ჰიგიენური რეგულაციების გამო. მაშინ საიდან იღებს პორტუგალია ვირთევზას? ვირთევზას ჩრდილო ატლანტიკის შორეულ კუთხეებში იჭერენ. 1970-იან წლებამდე პორტუგალიელები ვირთევზაზე ნიუფაუნდლენდთან ახლოს თევზაობდნენ, სანამ მარაგი არ გაქრა. დღეს მის უმეტეს ნაწილს ნორვეგიასა და ისლანდიასთან იჭერენ. გამომშრალი და დამარილებული. ის თვეების განმავლობაში ინახება, რაც მას მეზღვაურებისთვის იდეალურ საკვებად აქცევს. შუა საუკუნეებში ეკლესია და მეფე წელიწადში 150 დღეს კრძალავდნენ წითელ ხორცს, რამაც თევზის მოხმარების ზრდა გამოიწვია. ოლჰაუში რესტორნის თანამშრომელმა სუპერმარკეტიდან ვირთევზე ჩამოიტანა, მაგრამ გამომშრალი სახით თევზის გამოყენება საჭმლის მოსამზადებლად არ შეიძლება. გვაქვს ჩვენი გამომშრალი და დამარილებული ვირთევზა. პირველ რიგში თევზი ცივ წყალში უნდა ჩავდოთ და საათში ერთხელ წყალი შევცვალოთ. ამას შეიძლება 3 დღემდე დასჭირდეს. წყლის გასინჯვით შეგვიძლია გაიგო მზადაა თუ არა მოსამზადებლად. როგორც კი მარილიანი გემო აღარ იქნება, შეგვიძლია მომზადება დავიწყოთ. ჯერ კრისტიანო ამზადებს ძირითად კერძს, ღრმად შემწვარ ბაკალაოს კროკეტებს, შემდეგ კი ცხარე ქსერემს.
დავიწყოთ პატანისკებით. მათთვის გვჭირდება ფქვილი, კვერცხი, ნიორი, ხახვი, ბაკალაო, წიწაკა და რამდენიმე სანელებელი. ყველაფერს ვწვავთ ზეთში და ნივრიან მაიონეზთან ერთად ვახამებთ. ბაკალაო ცომში იფარება და ცხელ ზეთში იდება. შემდეგ ნივრიან მაიონეზს ვასხამთ. ეს ბაკალაოს 1000-ზე მეტი ვარიაციისაგან ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია. და მას ახალი ქინძით ვაფორმებთ. ძირითადი კერძი ქსერემი სიმინდის ფქვილისა და ბაკალაოს საფუძველზე მზადდება. კრიშტიანუ მას ჩორიზოთი, პატარა მიდიებითა და ჭიქურით ამკობს. ბაკალაოს ცხელ ზეითუნის ზეთში ვწვავთ. შემდეგ ხახვს, ნიორს და ჩორიზოს ზეთში ვბრაწავთ. ვშუშავთ ოქროსფერ შეფერილობამდე და შემდეგ ვუმატებთ სიმინდის ფქვილს. შემდეგ თანდათან ვუმატებთ წყალს, სანამ ქსერემი არ მოიხარშება. ახლა ცოტა თეთრი ღვინოც დავამატოთ. ბოლოს კი მარილიანობისთვის კიდევ ჭიქური. ბაკალაოს სწრაფად იხარშება. სიმინდის ფქვილს მსუბუქად ვშუშავთ და ნელ-ნელა ვამატებთ წყალს, რომელშიც ბაკალაო მოვხარშეთ, სანამ ბოლომდე არ დარბილდება. როცა მოიხარშება, თეფშზე დავალაგებ. ასე ვამზადებთ ქსერემს. კერძი ჩვენს მენიუშია. ჩვენ სტუმრებს შეუძლიათ მისი გასინჯვა, ჩორიზოს მიდიებისა და ბაკალაოს ქსერემით. ეს პორტუგალიური სამზარეულოს კლასიკური კერძის ერთ-ერთი თანამედროვე ვარიაციაა. ირანელი მოდელი ფარნუშ ჰამიდიანი გერმანიაში ემიგრაციაში ცხოვრობს, თუმცა ის ყურადღებით აკვირდება მშობლიურ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. თავის ხმას ირანში პოლიტიკური ცვლილებებისა და ქალთა უფლებების დასაცავად იყენებს. ეს ირანელი ქალი სამშობლოს გამოწვევას უქმნის. ვიმედოვნებ, რომ დადგება დღე, როცა არც ერთ მოზარდს არ მოკლავენ იმის გამო, რომ მას ცეკვა ან საუბარი სურს. ფარანუშ ჰამიდიანი მოდის მომხიბვლელ სამყაროსა და ირანში ახალგაზრდა ქალების პროტესტებს შორის ზღვარს გადის. ფარნუში თავად დააკავა ირანში მორალის პოლიცია. ეს ვიდეო აჩვენებს თუ როგორ გახდა ემიგრაციაში მყოფი მოდელი მისაბაძი მაგალითი და როგორ ეწევა ის ახალგაზრდა ირანელი ქალებისთვის კამპანიას. მე ვარ ფარნუშ ჰამიდიანი. მე ვარ საერთაშორისო ირანელი მოდელი, ვცხოვრობ გერმანიაში და ვიცავ ირანელ ქალებს. ის და მისი სამი და-ძმა ბედნიერად გაიზარდნენ დამავანდის მთის ჩრდილში, რომელიც ჩრდილოეთ ირანში, კასპიის ზღვის მახლობლად მდებარე მიძინებული ვულკანია. მან მოდელობა მოზარდობის ასაკში დაიწყო. ისლამურ რესპუბლიკაში მოდელობა თავსაბურავის გარეშე უკანონოა. აქ მოდის ჩვენებები მხოლოდ მიწის ქვეშ იმართება. საჯაროდ ქალებმა ჩაცმულობის მკაცრი წესები უნდა დაიცვან. პირველად, როდესაც მორალის პოლიციამ დამაკავა, 13 წლის ვიყავი. ჯერ კიდევ ბავშვი და მეგონა, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი. 16 წლის ასაკში წამიყვანეს. სექსუალურად იძალადეს, გამაუპატიურეს და ეს ყველაფერი 16 წლის ასაკში. ამან გამანადგურა, ნაწილებად მაქცია, წლები დამჭირდა ყველაფრის აღსადგენად. 2014 წელს ფარნუშმა სახლი დატოვა და ევროპაში წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მან არქიტექტურა შეისწავლა, ის სწრაფად დაიქირავეს საერთაშორისო სამოდელო სააგენტოებმა. ირანელი სახე განსაკუთრებით პოპულარულია არაბული მოდის სცენაზე, ხშირად Vogue არაბიას გარეკანზე. ის ხშირად ჩნდება დიდი მოდის ჩვენებებზე, როგორიცაა ეს პარიზში. თავისუფლების დონე, ეს იყო პირველი რამაც გამაოგნა. თავიდან, როდესაც ევროპაში გადავედი საცხოვრებლად, უბრალოდ მინდოდა ყურსასმენების გაკეთება და ქუჩაში სიარულის დროს სიმღერა. და მეგონა, რომ ხალხი ფიქრობდა, რომ შეიძლება გიჟი ყოფილიყავი, მაგრამ ვერავინ გაიგებდა თუ რამდენად თავისუფალი ვიყავი და რას ნიშნავდა სინამდვილეში თავისუფლება. ირანში ეს თავისუფლება ჯერ კიდევ მხოლოდ ოცნებაა, განსაკუთრებით ქალებისთვის.
მას შემდეგ რაც 22 წლის ჯინა მაჰსა ამინი 2022 წლის სექტემბერში თავსაბურავის არასათანადოდ ტარების გამო მოკლეს, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდა ცოტა მეტი თავისუფლებისთვის. ამან კიდევ ერთხელ დამიბრუნა ჩემი ტრავმები და მე ვფიქრობდი, იცით რა, ვერ წარმომიდგენია რომ ეს ისევ მოხდეს. რამე უნდა გავაკეთო ამის წინააღმდეგ. ფარნუში თავის პოპულარულობას და ინსტაგრამის არხს იყენებს ირანში ახალგაზრდა ქალების მხარდასაჭერად. ის აკრიტიკებს, გმობს და კოორდინაციას უწევს გადასახლებიდან დახმარებას. მას და მის მშობლებს ემუქრებიან. მას თავად არ შეუძლია ირანში დაბრუნება დაპატიმრების შიშით. იმედი მაქვს, რომ 6 წლის გოგონას აღარ შეეშინდება სკოლაში თმის გამოჩენა. ეს ძლიერი ქალის მოკრძალებული სურვილია. ფარნუშ ჰამიდიანი ყველაფერს აკეთებს, რომ ირანს ცოტა მეტი თავისუფლება მოუტანოს. ამ გაბედული ნოტით ევრომაქსის დღევანდელი გამოშვება დასასრულს მიუახლოვდა. აუცილებლად გამოგყვებით სოციალურ მედიაში მეტი საინტერესო ევროპული ისტორიისთვის. შევხვდებით ერთ კვირაში. დროებით. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.